ჩვენს მომდევნო სიუჟეტში გაგაცნობთ ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თანამშრომელს, მეცნიერებათა დოქტორს არჩილ ჩოჩიას. წარმატებას რომ მიაღწიო ყოველთვის სიახლეების ძიებაში უნდა იყო და ძალიან ბევრი იშრომო. ამბობს სოხუმელი ახალგაზრდა მეცნიერი არჩილ ჩოჩია, რომელიც 8 წელია ესტონეთში ცხოვრობს. არჩილი თბილისის მის მომავალ მეუღლესთან ერთად რამდენიმე დღით სტუმრობდა და ჩვენი გადამღები ჯგუფი მას ყველა სოხუმელისთვის საყვარელ ადგილას შეხვდა. იგი 2 წლის წინ ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა დოქტორი გახდა. როცა დავიწყე დოქტორატურაში სწავლა, რა თქმა უნდა მინდოდა რომ თქვა დამთავრებინა იქ და ის დოქტორის წოდება მიმეღო ევროპულ უნივერსიტეტში და ეს ჩემი მიზანი იყო და როდესაც მოვახერხე ეს რა თქმა უნდა ძალიან მიხაროდა და სახში ძალიან გაუხარდათ და ეს ორმაგად სასიხარულო როდესაც თქვა აი საქართველოსდან ჩამოხვედი და საქართველოს აი ქართველი ხარ და იქ ეს წარმატებულად მიიღწე იმას რაც ჰქონდა თქვა დაგეგმილი. არჩილ ჩოჩია ცნობილი სოხუმელების წლების განმავლობაში აფხაზეთის ტელერადიო კომპანიის დირექტორის, გაზეთ აფხაზეთის ხმის მთავარი რედაქტორის თამაშ ჩოჩიას და სოხუმელი ექიმის ნუნუ ერქვანიას შვილია. როგორც თავად ამბობს, მშობლები დევნილობის წლებშიც ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ არჩილს კარგი განათლება მიეღო და ყოველთვის პატივცემდნენ მის არჩევანს. ყოველთვის მშობლების მხრიდან იყო ესეთი რომ თუ სწავლას ეხება და განვითარებას ეხება რა თქმა უნდა ყოველთვის წინ არასდროს არ აგიდებოდნენ, ყოველთვის მხარს დაგიჭერდნენ და რა თქმა უნდა თავის დროზეც მე გამიხარდა რომ მხარი დამიჭირეს და ესეთ მითხრეს რომ თქვა რომ წავსულიყავი და ესე ჩემი იდეა და გადაწყვეტილება როდესაც უნდა მიმეღო დამეხმარე ამ გადაწყვეტილებაში და გვერდში დამიდგნენ. ეს რა თქმა უნდა ვიხარე, მაგრამ მონატრება აქვს ხა განიცდიან იმას რომ აი თქვა როდის დაბრუნდები. არჩილმა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა. სტუდენტობის პარალელურად აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით კონფლიქტოლოგიის საკითხებზე განხორციელებულ პროექტებში. მალევე მიიღო შემოთავაზება ტალინის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან და ისიც დაუყოვნებლივ დათანხმდა. აქედან წამოვიდა ჩემი ჩართულობა საერთაშორისო პროექტებში და უკვე ვაკეთებდით ევროპულ თანამშრომლებთან ერთად, ევროპულ ორგანიზაციებთან ერთად და შემდეგ მოწვევა მივიღე, როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, რომ ესტონეთში მე მუშაობ 1 წელი არასამთავრობო ორგანიზაციაში. იქ ევროპული პროექტების პოპულარიზაციის მხრივ ესტონელი ახალგაზრდებისთვის. რატო ესტონეთი? იმიტომ რომ სხვა ქვეყნებშიც იყო რაღაც შანსი წასვლის, მაგრამ ესტონეთი უფრო ქვეყანა როცა პატარა ქვეყანაა, წყნარი ქვეყანაა და საქართველოსთვის ახლო ქვეყანაა, ასე ვთქვათ. შეიძლება გეოგრაფიულად არ იყოს ახლო, მაგრამ ბევრი აკავშირებს საქართველოსთან ესტონელ ხალხს, ესტონელები, რომელიც აფხაზეთში ცხოვრობდნენ, ჩემს ოჯახს პირადად აქ კავშირი ამ ესტონელებთან და რაღაც ესეთი ახლო ერია და ახლო ქვეყანაა ჩვენთვის და ამიტომ ვიფიქრე რომ წავსულიყავი. და ესე გადაწყდა 1 წლის შემდეგ რომ შესაძ ჩემი პროექტი მორჩა და რეალურად საქართველოში უნდა დაბრუნებულიყავი, უკვე ჩავაბარე დოქტორანტურაში და გადავწყვიტე ცოტა ხნით დარჩენილიყავი და გამეგრძელებინა სწავლება. ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მსოფლიოში 50 საუკეთესო სასწავლებელთა შორისაა და ლიდერია რეგიონში. არჩილ ჩოჩია ამჟამად უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში სასწავლო პროგრამებს ხელმძღვანელობს. ჩემი კვლევის ობიექტი კვლევა ეხებოდა საქართველოს და საქართველოს ევროკავშირის ინტეგრაციის საკითხებს. და შემდეგ ეს დოქტორანტურა დავამთავრე და დავრჩი ისევ აი სამართლის ფაკულტეტზე, სადაც მუშაობ ადმინისტრაციაში და სასწავლო პროგრამებს ხელმძღვანელობთ. იმიტომ რომ სწავლა გვაქვს ესტონურადაც და ინგლისურადაც და მე მეხება საბაკალავრო ინგლისური პროგრამა და გარდა ამისა ნაწილი ჩემი სამსახურის ეხება კვლევით პროექტებს. რო წერთ თქვა ჩვენ სახელმძღვანელოებს, წიგნებს, პუბლიკაციებს წერთ თქვა ევროკავშირის თემაზე. ისეთ საკითხებს ვასწავლეთ, როგორც არის თქვა სამართალი და ტექნოლოგიები. ანუ ეს ტექნოლოგიები ეს რო განვითარდა, სამართალი როგორ არეგულირებს ამას. უნივერსიტეტში 100-მდე ქართველი სწავლობს და სასწავლებლისთვის პრიორიტეტულია საერთაშორისო კონტინგენტის მოზიდვა. მათ შორისაა ქართველი ახალგაზრდობა. იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ რამდენი ქართველი სტუდენტია ესტონეთში. ესტონური უნივერსიტეტებისთვის საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, როდესაც რეკლამას აკეთებენ.
ჩამოდიან რომ უნდათ რომ ქართველი სტუდენტები იყვნენ თქვათ სწავლობდნენ ესტონეთში და რამოდენიმეჯერ წელიწადში რამოდენიმეჯერ ჩამოდიოთ უკვე რამოდენიმე წელია ძირითადად ესეთი ესტონური უნივერსიტეტები ერთად ჩამოვდივართ და აქ რეკლამას ვაკეთებთ თქვათ ექსპო ჯორჯიაზე გამოფენებს და ასე შემდეგ მონაწილეობას ვიღებთ როგორც ერთად ისწავლე ესტონეთში არის სტადი ინ ესტონია ესეთი პროგრამა ესტონეთში საქართველოს კარგად იცნობენ და ბევრი იციან ჩვენ შესახებ. ეს იქაური ქართული სათვისტომოს დამსახურებაცაა, ამბობს სოხუმელი მეცნიერი. მას განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს აფხაზეთის ესტონურ სოფლებში მცხოვრებ ესტონელებთან, რომლებიც აფხაზეთის ომის შემდეგ ტალინში ცხოვრობენ. რამოდენიმე წლის წინ ბინას ვეძებდით, რო გვექირავა და ეს დავდიოდით და ერთ-ერთი ბინის გასაუბრების დროს პატრონი გვეკითხება, რომ საიდან ხართო. მოუთხარით რომ საქართველოსდან იქ ბებიაც ახლდან, ანუ მშობელი იმ ადამიანს, ვინც აქირავებდა ბინას. და იმ ხალხს გაუხარდა, მეც რომ საქართველოსთან ურთიერთობა მე ნახევრად საქართველოსდან ვარო ესე გამოდისა და რომ გამოველაპარაკეთ, თქვა რომ აღმოსავლეთ აფხაზეთიდან იყო ესტონელი. თვითონ, მაგრამ აფხაზეთიდან წარმოშობით მეც რო უთხარი აფხაზეთიდან, ასე შემდეგ ცოტა შევყევით ლაპარაკს, გაიგო რომ ბაბუა ჩემი დავით ერქვანია მუშაობდა იმ კოლხოსში, სადაც ეს ქალბატონი მუშაობდა და მისი მშობლებიც და პირადად იცნობდა ბაბუა ჩემს და შემდეგ ერთი კვირის შემდეგ მითხრა რომ სახში მაქვს რაღაც ძველი წიგნიო და ვიპოვი აუცილებლად მოგიტანო დროინდელი აფხაზეთის შედაბეჭდილი პატარა წიგნი იყო ამ კოლხოზის ცხოვრებაზე, ესტონელების ცხოვრებაზე და სურათიც იყო ბაბუა ჩემს და ეს წიგნი სამახსოვროდ მაჩუქა მე არჩილი ტალინელების სასიძოა. მისი რჩეული ესტონელი ემილია ელისაბედ კრუსმანია, რომელიც თავის მხრივ დიდ პატივცემს საქართველოს კულტურას და ტრადიციებს. ჩვენ ერთმანეთს 3 წლის წინ შევხვდით. გაცნობიდან მალევე დავმეგობრდით და დავინიშნეთ. აგვისტოში ქორწილს ვაპირებთ როგორც საქართველოში, ასევე ესტონეთში. ბედნიერი ვარ, რადგან შევხვდი ქართულ მამაკაცს. ძალიან მიყვარს თქვენი კულტურა. სამწუხარო რომ ამ ინტერვიუს ქართულად არ ვიძლევებ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ სულ მალე ენის ბარიერსაც დავძლევ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემმა შვილებმა ისწავლონ ქართული და ამ ენაზე ისაუბრონ. მინდა რომ უფრო მეტი დრო გავატარო აჩიკოს ოჯახთან. საქართველო ძალიან მომწონს. აჩიკო მომწონს და ჩემი ქართველი დედიკო და მამიკო. ძალიან კაი ნატელია მაქვს. ნათლია. ნათლია. საჭმელი მომწონს და თბილისი მომწონს. ძალიან ლამაზი ქალაქი. ახალგაზრდა მეცნიერს სამსახურეობრივ საქმეებზე ხშირად უწევს თბილისში ჩამოსვლა და ოჯახის და ქვეყნის მონატრებას ამით უმკლავდება. მიუხედავად სტაბილური სამსახურისა და სერიოზულ საერთაშორისო პროექტებზე მუშაობისა, მის მომავალს მაინც საქართველოს უკავშირებს. რაღაც მხრივ ჩვენთვის ესტონეთის ცხოვრება უფრო ადვილია, ვიდრე იქნებოდა ალბათ სხვა ქვეყანაში, იმიტომ რომ ის ქართველი სტუდენტები ვინც იქ არიან, ის ვცდილობთ, რომ თქვათ, ურთიერთობა გქონდეს. რა თქმა უნდა, ეს გენატრება, რომ ეს თქვათ ისრები, როდესაც აქ ცხოვრობდი. გენატრებიან ის მეგობრები, ვინც აქ არიან და ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, და ეს სიტუაცია გენატრება. სამომავლოდ, რა თქმა უნდა, გვინდა რომ დაუბრუნდეთ საქართველოში, ყოველთვის კაი ვარიანტი დაუბრუნდეთ სოხუმში. მოგწონს გაიგე.